ჯანდაცვის კომიტეტის ხლომაზე გაიტანა. ბობოხიძის აზრით, სემეკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეების ხელფასები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. ხოლო კომისიის წევრთა ხელფასი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და ყოველდღიურ შრომით ანაზღაურებას. ანალოგიური შინაარსის კანონპროექტი ბობოხიძეს საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებითაც აქვს მომზადებული. კომიტეტის ხლომაზე ბობოხიძეს ოპონენტები გამოუჩნდნენ. თქვენ ძირითად მიზანი ყოფილა თურმე ეს, რომ ანუ პარლამენტმა განახორციელოს საბიუჯეტო ზედამხედველობა მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტზე, რომ იქ რაც შეიძლება მეტი თანხა დარჩეს, რომ ის წამოვიდეს ბიუჯეტზე. ჩემი აზრით, ეს არის საქართველოს პარლამენტის მხრიდან პირდაპირი ჩარევა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში. Შემიძლია დავიფიცო უბრალოდ ცუდია, როცა დაფიცებით გიწევს კაც რაღაცის დამტკიცება, ჩვენ რო ხელისუფლებაში დავჩენილიყავით. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზედაც ალბათ მართლა ვიბრძოლებდი, იქნებოდა ეს საკითხი. ამის დიდი დრო ქონათ, ბატონოვარდი. მეც არ მინდა. ხოდა თქვენც არანაკლები. ამიტომ იქნებოდა ეს საკითხი, მიუხედავად ამისა, თქო, მაინც იქნებოდა ეს საკითხი. თქვენც არანაკლები, ამიტომ ვინაიდან არის საკითხები, სადაც ამიტომ ჩემს მეგობრებს მოუწოდებ, რომ მარიმასკნან რა. დრო არ რჩება მართლ კოალიციას სამუშაოდ. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ეს საკითხი დასარეგულირებელია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს 7000 ლარი ხელფასი. საუბარია, რომ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეებს წლიური ანაზღაურება გაუხდეთ წელიწადში 84000 ლარი. პენსიებს ვერ ვზდით ხელისუფლება ამბობს, რომ ამის საშუალება არ არის და 7 არა გიგი არა ეს რა თუ საკუთარს მაინც დაუჯერე კაცო პოლიტიკურ გაზეთ თუ აკეთებ მართალი მაინც თქვით კაცო რა პენსიები არის და ისეთი სიამაყით ყვებით თითქოს ახლა მე მოვიტანე ეს ხელფასი ამი ძველ დროს თუ დაუბრუნდებით ბატონო დიმიტრი არ მინდა ამაში გადავგზავნო ხოშირო არც მე მინდოდა ჩვენ მაშინ 10ჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი და თქვენ ვერ გაზარდეთ ეს ბიუჯეტი და არა თქვენ ბევრი რამ გაზარდეთ თქვენ ბევრი რამ გაზარდეთ პატიმართან ეცხვით გაზარდეთ ეხლა დღეს ახლა დავწერთ განცხადებას და